მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და დღეს ჩვენი სტუმრები არიან პროფკავშირების ახალი გაერთიანების თავმჯდომარე დონა ზანდარაშვილი და ასევე პოლიტეკონომისტი რევაზ კარანაძე. დიდი მადლობა მეგობრებო მოგზანებისთვის. და ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა იქნება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯანდაცვა, შემდეგ რა თქმა უნდა, შრომელთა მდგომარეობა და გვინდა რომ ჩვენი გადაცემის თავარი, ასე ვთქვათ, მიზანი არის ის, რომ დავანგრიოთ ის მითი, თითქოს შრომელმა მხოლოდ შრომაზე უნდა ილაპარაკოს, ან უნდა ილაპარაკოს მხოლოდ იმ კონკრეტულ პირობებზე, რომელშიც ის თავად მუშაობს და სხვა ყველაფერი დანარჩენი უნდა ჩააბაროს პოლიტიკოსებს. ჩვენი აზრით, შრომელი პირველ რიგში უნდა იყოს პოლიტიკაში პირდაპირ ჩართული, მას უნდა გააჩნდეს მკაფი ოპოზიციები ყველაფერზე, უნდა შეეძლოს ისაუბროს ისეთ საკითხებზე, რომლისგანაც ხელოვნურად ცდილობენ რომ გამორიცხონ და მართლაც ბოლო პერიოდში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიაღწია ჩვენმა პოლიტიკამ, არა მარტო ჩვენმა, ზოგადად სოფლიო პოლიტიკამ მიაღწია იმას, რომ შრომელი დარჩა დემოკრატიის სცენარს მიღმა და მისი საქმე არის მხოლოდ წინა საარჩევნოდ მივიდეს არჩევნებზე და ვინმე შემოხაზოს, ხოლო შემდეგ თუ შეძლო და თუ აიტანა ის წნეხი, რაც ზოგადად ისეთ სისტემებს გააჩნიათ, გაერთიანება, ბრძოლა, შემდეგ ის დამცირება, დაცინვა თუ გადაიტანა და მიაღწია თავის მიზანს, ესეც შემდეგ მადლობა უნდა გადაუხადოს ძლიერთ ამა ქვეყნის, როგორც იტყვიან და მინდა რომ ტრადიციულად დავიწყოთ ჩვენი გადაცემა იოსებ ბესარიონისძე ჯუღაშვილის ციტატით. და ეს არის 1923 წლის მოხსენებიდან ხუწლედის შესრულების შესახებ. მე ზემოთ ვილაპარაკე მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეულ წარმატებებზე. მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის აღმავლობაზე СССР კავშირში. რა შედეგები მივიღეთ ამ წარმატებებთან? მუშათა და გლეხთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. რა არის ჩვენი წარმატების ძირითადი შედეგები მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგში, შრომელთა მატერიალური მდგომარეობის ძირფესვიანად გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს არის ჯერ ერთი უმუშევრობის მოსპობა და ხვალინდელი დღისადმი რწმენის უქონლობის ლიკვიდაცია მუშების შორის. მეორეც, ეს არის ის, რომ საკოლმეურნეო მშენებლობაში ჩაბმულია თითქმის მთელი ღარიბი გლეხობა, რომ ამ საფუძველზე ნიადაგი გამოეცალა გლეხობის დაყოფას კულაკებად და ღარიბ გლეხებად და რომ ამასთან დაკავშირებით ბოლო მოეღო გაღადაკებასა და პოპერიზმს სოფლად. ეს ამხანაგება უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც არ შეუძლია ოცნება არც ერთ ბურჟუაზიულ სახელმწიფოს, რაგინთ დემოკრატიული ბრჭყალებში არ უნდა იყოს იგი. ამ ძირითად მონაპოვართა შედეგად მუშათა და გლეხთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხაზით პირველი ხუწლედის მანძილზე ჩვენ გვაქვს. მსხვილი მრეწველობის მუშათა და მოსამსახურეთა რიცხვის 1-2-ად ზრდა 1938 წელთან შედარებით, რაც იძლევა ხუწლიანი გეგმის 57%-ით გადაჭარბების შესრულებას. ძალიან საინტერესოა ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ინდუსტრიული პოლიტიკა ალბათ ერთ-ერთი არის, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში, რომ დაინერგოს და დაინერგოს რა თქმა უნდა სწორად და არა როგორც აქამდე კეთდებოდა ეს რაღაც პირდაპირ ინვესტიციების სახით, როდესაც მთელი ჩვენი მუშახელი ფაქტიურად კიდევ ერთ კაბალურ პირობაში უნდა ჩავობათ და საბოლოო ჯამში მივიდივართ იქამდე, რომ რა მნიშვნელობა აქვს უბრალოდ ადამიანისთვის ქართველი კაპიტალისტი ართმევს მას შრომას თუ სიტყვაზე ირანელი ან რუსი ან ამერიკელი. სახალხო შემოსავლის ზრდა, მასშტაბային მუშათა და გლეხთა შემოსავლის ზრდა, რომელმაც 1992 წელს 45.1 მილიარდ მანეთს მიაღწია, რაც იძლევა 85%-ით მატებას 1928, ანუ 4 წელთან შედარებით. ხო, აღნიშნო მართლა მაყურებლისთვის ეს ხუწლედის მოხსენება კი არის, მაგრამ როგორც იცით, ხუწლედი 4 წელიწადში შესრულდა მაშინ. და მინდა რომ გადავიდე სოციალური დაზღვევის ფონდის ზრდა 1928 წელთან შედარებით 292%-ით გაიზარდა მაშინდელი სოციალური დაზღვევის ფონდი. ანუ 111%-ის გადაჭარბებით შეასრულა მაშინდელმა საბჭოთა რესპუბლიკებმა. და მინდა რომ ქალბატონო პირველ რიგში ერთ-ერთი თქვენი ვიდეო მინდა ვთხოვო რეჟისორს რომ გაუშვა, სანამ ამაზე საუბარს დავიწყებთ და შემდეგ უკვე ნელ-ნელა რომ დავიწყოთ საუბარი მართლაც რა არის გამოწვევა საქართველოში მშრომელებისთვის, რატომ არის ხვალინდელი დღის იმედი რომ დღევანდელ ქართულ მშრომელს არ აქვს და რა იყო იმის მიზეზი რომ მაშინდელ მშრომელს როგორც თავად სტალინი აღნიშნავს ჰქონდა ხვალინდელი დღის იმედი მიუხედავად იმისა რომ ეს იყო ყველაზე კრიზისული პერიოდი 30-იანი წლები ყველა ვიცით მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, როდესაც ფაქტურად შიმშილის პირას იყო მთელი
მთელი მსოფლიო და საბჭოთა კავშირში მაშინ ჯერ კიდევ მატება იყო და ანუ რამ განაპირობა რა პოლიტიკა აწარმოა მაშინ საბჭოთა კავშირმა ეს რო გავარჩიო და ჩვენც რა თქმა უნდა შეგვიძლია არ მინდა გაიგოს მაყურებელმა რომ მომავლის და წარსულის გარჩევა არ ვიცით დააწყოსი მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ისტორია რისი გამოცდილება გვაქვს და როგორ შეიძლება საზოგადოების და ჩვენი რესურსების ისე ეფექტურად ორგანიზება რომ მივახციოთ დაახლოებით იგივე შედეგებს რა შედეგებზეც აქ საუბრობს სტალინი და თხოვ რეჟისორს რომ გაუშვას პირველი ვიდეო ამდენი წლის განმავლობაში გიყურებთ, გისმენთ. არსებულ ხელისუფლებასაც მივმართავთ, წინა ხელისუფლებასაც მივმართავთ. მხოლოდ ჩვენი ხმა რომ თქვენ გჭირდებათ არჩევნებისთვის, ან და ქუჩაში გამოსასვლელად თქვენი მხარდასაჭერად, ჩვენს მხარდასაჭერად, ჩვენი მშრომელი ხალხის მხარდასაჭერად, რომელიმე რამე გააკეთეთ. შექმენით რამე ჩვენი უფლებების დასაცავად, ჩვენი შრომის პირობების დასაცავად, რომელიმე მხარემ რამე გააკეთეთ. ქვეყანაში დღეს რომ ისე 20 ლარია მინიმალური ხელფასი და ჩვენი არსებობა მხოლოდ არჩევნებისთვის რომ გახსენდებათ, ან ქუჩაში გვეძახეთ მხარდასაჭერად. ჩვენ როდის უნდა დაგვინახოთ ხალხო? ყველა თქვენი უფლებების დასაცავად რომ ხართ ხმალ ამოღებულები და გვეძახით ჩვენ დაგვიცავიო ჩვენზე როდის უნდა იფიქროთ ამაზე გიფიქრიათ როდის მე როდის სადამდე უნდა გქონდეს სასაცილო ხელფასები ხალხო სადამდე უნდა გქონდეს არ გქონდეს შვებულებები ან კიდევ დეკრეტული შვებულებები ამაზე გიფიქრიათ როდის მე რატომ არ დაფიქრდებით მშრომელ ხალხს რა სჭირდება მარტო თქვენ დასაცავად რო გჭირდებათ ჩვენი ხმები და გვეძახით მაშინ ეს საყვედური და ეს შენიშვნა და ეს გაბრაზება ეხება პოზიციასაც და ოპოზიციასაც არ გეგონოთ რომ რომელიმეს კმაყოფილი ვართ არასოდეს თქვენ არ გიზრუნიათ ჩვენზე სამსახურებიდან ისე გვიშვებენ არც კი გედარდებათ როცა მოგმართეთ 2017 წელს რომ გამოგვაგდეს 100 კაცი იაშვილიდან მაშინდელმა მინისტრმა გითხრა იმას რა სანამ გაგაგდებდნენ იქამდე უნდა მოგემართათ ჩვენთვის ეხლა უძლურები ვართ ბოდიშით მაგრამ საიდან უნდა გწოდნოდა რომ ჩვენ სამსახურებიდან გვიშვებდნენ ძალიან საინტერესოა ეს მიდგომა მაშინდელი მას მივმართეთ ადამიანთა უფლებების დამცველებს და მაშინ გითხრას რომ კერძო სექტორი ჩვენ არ გვეხება. ეს კერძო სექტორი რა ხდება ხოლმე? ცალკე ავტონომია. საჯარო სამსახურში მომუშავება კი კინაღამ გადაგაყირავეს და ეხლა დაგვინახეთ რა როგორმე რა რომ მოგხედოთ და ჩვენი პატრონობა რო გჭირდებათ, ჩვენც გჭირდება თქვენი პატრონობა. თუ არა და იცით ალბათ ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს, ჩვენი პატრონი ნამდვილად არ ხართ თქვენ. არც ერთი, არც ოპოზიცია და არც პოზიცია. ჩვენ აი ამდენი ხანი გიყურებთ, გისმენთ და ერთხელ არ გითქვამთ ადამიანის შრომის უფლებებზე, არაფერი გითქვამთ, როგორი დაუცველები ვართ, როგორი მინიმალური ხელფასები გვაქვს, ეგთანი რომ სამსახურში მუშაობს, რომ რაღაცა სთავი მოუყაროს და ოჯახი არ ჩინოს თვიდან თვემდე დავალიანება რო არ გაეზარდოს საბანკო და ის რა სამაგიეროდ რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში პაციენტები მოვლილები არიან ვინმე კმაყოფილი პაციენტი გინახავთ რატო არ ფიქრობთ ამაზე რატომ არ არის პაციენტი მოვლილი კმაყოფილი ამდენი მომჩივანი პაციენტი რატომ არის ამდენი მოვლილი პაციენტი რატო არის იმიტომ რომ გადაღლილია პერსონალი გენაცვალე ეს მარტო ეკთანს კი არ ეხება ექიმსაც ეხება და ყველას ეხება 203 სამსახურს რომ მოივლის იმას დაამატე ოჯახი საყიდლები პაციენტისთვის ვინმე ცალია არავისაც არ ცალია ფორმას ჩაიცმევა და დამთავრებულია საქმე განა რამდენი რა უნდა შეძლოს ერთმა ადამიანმა. მიეცით რა ერთ ადამიანს წესიერი ხელფასი რა ხო ხედავ რომ ეს ბიზნესი არ იმეტებს ეს კერძო სექტორი არ იმეტებს შრომელი ადამიანებისთვის ხელფასს. სამაგიეროდ მათი ბიზნესი იზრდება და იზრდება. რაღაცა იმოქმედეთ დააწესეთ მინიმალური ხელფასი. და პაციენტის მოვლილი იქნება და მედპერსონალიც
შებულებაში გაშვებაც ძალიან მარტივი იქნება. იცით რატომ ვერ გვიშვებენ შებულებებში? შემცვლელები არ არიან. შემცვლელები არ არიან. ვინ უნდა შეცვალოს? და ეს გადამწყვეტ და გადაღლილი პერსონალი კიდე რა ჯანდაბად გჭირდებათ, ერთ ძალიან მაინტერესებს რა. მარტო ბიზნესის გასაზრდელად არ უნდა გჭირდებოდეთ შრომელი ხალხი რა. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს და უნდა გვიცავდეთ თქვენ, ჩვენ კი არ უნდა გიცავდეთ თქვენ. მარტო დასაცველად რო გვეძახით. მოგხედეთ ჩვენს, ხო ხედავთ უჩვენოთ თქვენ არაფერი შეგიძლიათ არც პოზიციას, არც ოპოზიციას, არც ყოფილს, არც ამ მოქმედ ხელისუფლებას. უნდა დაგვინახოთ, ხალხმა უნდა დაგვინახოთ. თუ არა დაგანახებთ ჩვენ თავს. სხვა გამოსავალი არ აქვს რა. გელოდებით და ის რა ქვია, ჩვენი დრო არასოდეს არ დადგა. აგერ ვისაც ვისი ისიც შეამცირეთ რა ქვია უფლებები კიდგან ამ ქუჩაში. ჩვენ რო გვიჭირდა არავინ არ დაგვიდგა მხარში. 5-6 კაცი ძლივს. ხო და ჩვენი უნდა გეშინოდეთ სხვათა შორის რა. ისევ ჩვენ გაცდით როგორს მოეგოთ, მაგრამ რა ვიცი, ძალიან დიდი არ მაქვს მოლოდინები. მეგობრებო, კოლეგებო, აბა გამომეხმაურეთ. ჩვენს რამე ხომ არ გავაკეთოთ, ასე რამდენ ხანს ვიშდეთ და უყუროთ ესენი როდის გაიყოფენ პოზიციას და ოპოზიციას, როდის დააკმაყოფილებენ თავიანთ ეგოს. ჩვენ არავის არ ვჭირდებით. მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაცავად გვეძახიან. და თუ არ გავდივართ, მე გულანწყავენ ხოლმე. რა ვიცი, ხა რომელს უნდა დაუჭირო მხარი. ზუსტად ხვდები, რომ ჩემი ინტერესების დასაცავად არც ერთი არ მეძახის. ხო და აბა იქნებ ჩვენ უშველოთ ჩვენ თავს. გელოდებით კომენტარებში. თქვენი იმედი მაქვს. აი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით მინდა და პირველ რიგში რომ მესაუბრა, ანუ მართლაც თქვენ იყავით ეხლა ხართ უკვე ამ დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანების თავმჯდომარე და იქამდე იყავით მე პერსონალის პროფკავშირების კი ბატონო თავმჯდომარე და თავად ექთანი. და აი მართლაც თქვენი პროფკავშირების ბრძოლით მიიღწა ის რაც მიიღწა, ხო ის თუნდაც ის მიზერული მინიმალური ხელფასის განსაზღვრა სახელმწიფო საავადმყოფოში და ამ შემდეგ და თქვენი პროფკავშირი და თქვენ ამ შემთხვევაში იყავით ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი სუბიექტი ამ ფლანგზე, თუმცა ამ ვიდეოშიც კი ჩანს, რომ მაინც თითქოს ნიჰილიზმიდან გამომდინარეა ჩაწერილი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ იბრძვით, მიუხედავად იმისა, რომ იმარჯვებთ, მაინც აი ეს ნიჰილიზმი თითქოს თან დაძდევს თქვენს აი ამ ვიდეოს და შესაბამისად ალბათ შრომელებსაც, ხო, იმ ადამიანებს, ვის ინტერესებსაც თქვენ ამ შემთხვევაში წარმოადგენთ და ვისაც ჯერ არ წარმოადგენთ და შეიძლება წარმოადგენდეთ საბოლოო ჯამში იმ კლასის. აი ამაზე მინდა ვისაუბროთ, ანუ ხვალინდელის იმედი არის თუ არა მშრომელში, ან თუ იქნება როგორ უნდა ჩაისახოს ეს იმედი, ანუ ბრძოლის რა მეთოდებზე ფიქრობთ. პროფკავშირული ბრძოლა, კი, კარგია ყველაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მართლაც პოლიტიკურში უნდა გადაიზარდოს. სხვანაირად უკვე თითქმის შეუძლებელი ხდება. მით უმეტეს იმ ვითარებაში ეხლა ვართ, რომ ყველაფერი რაციონალური და მიწასთან დაახლოებული გარიყულია და მხოლოდ რაღაც ცაში ფენაზეა ყველაფერი ჩამოკიდებული, ხო რა იქ ვიღაცას რაღაც ევროპული დროშა უფრო მოსწონს, ვიღაცა ამბობს რომ რუსული დროშა მოსწონს, ან ამ მნიშვნელობა აქვს, ანუ მიწასთან ახლოს მსჯელობა თითქოს მთლიანად გამორიცხულია უკვე პოლიტიკიდან და რა თქმა უნდა მშრომელ ადამიანს პირველ რიგში ზუსტად ის აინტერესებს, რაც მასთან ყველაზე ახლოსაა, რაც ფიზიკურად ეხება, ის იქნება ხელფასი, ჯანდაცვა და ასე შემდეგ. აი ამაზე რო გითხრა, ეს ნიჰილიზმის როლი შრომელთა მოძრაობაში. უდიდესია ნიჰილიზმის როლი შრომელთა კლასში, ასე რომ ვთქვათ, 2017 წლიდან დღემდის ამ თემაზე საჯაროდ საუბრობთ და იმედი არავის არ ჩაესახა. აი აბსოლუტურად იმედი არავის არ აქვს, რომ მას რაიმე სიკეთე შეეხება. რამდენი წელიწადი გავიდა, რამდენი ჯერ შეიცვალა პარლამენტი და ჩვენ და სასიკეთოდ არასოდეს არაფერი არ გაკეთებულა. წეგან შენ თქვი და წაიკითხე, რომ გადაჭარბებით შესრულდა 5 წლები 4 წელიწადში, ხო? 4 წელიწადში და 3 თვეში თუ ზუსტად. ჩვენც გადაჭარბებით მუშაობთ იცი ჯანდაცვის სექტორში. იმიტომ რომ აი უყურეთ
იხსნება და იხსნება სოკოებივით ეს სამანტყოფოები. გადაჭარბებულმა მშრომამ მათ მიიღეს ძალიან დიდი დოვლათი და შემოსავალი. და რაც მთავარია დაუძლურებული პაციენტები რა თქმა უნდა, რომლებიც ერთი მოხვდეს სამანტყოფოში და იქიდან ჯამთველი ვერავინ ვერ გაყვა. უნდა მაპატიოს სულ ყველა. ეს არის სისტემური პრობლემა, ეს არ არის აი ექიმის უცოდინრობაზე არ საუბრობ, თუმცა არც ეგ გამოირიცხება ნამდვილად. არც უმაგისობა არ არის, მაგრამ ეს არის სისტემური პრობლემა და რასაც ქვია ბიზნესი. რომ პაციენტი რომ მივა კლინიკამდე, ის იქიდან უკან არ უნდა გამოვიდეს, ის უნდა დააყოვნდეს, იქ აუცილებლად რაღაცა კვლევები უნდა გაკეთდეს, საწოლდღეები უნდა შესრულდეს და მივალ ისევ იქამდე, რომ პერსონალის სიმცირის გამო იქ არ არსებობს ასეპტიკა და ანტისეპტიკა. ანუ რომ უნდა იწმინდებოდეს ყველაფერი დაუშვათ. და იმას რა ქვია, ერთ პაციენტს რო შეეხები და მეორე პაციენტს იმ ხელით თუნდაც ხელთათმანი გეკეთოს, მეორე პაციენტს არ უნდა შეეხო, იმიტომ რომ იქიდან გადაგაქვს მეორე პაციენტს. ავნებ უკვე ასნებოვნებ ერთი პაციენტი და მეორე პაციენტზე გადაგაქვს ინფექცია. ანუ ასეთი პრევენციული ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრევენციული ღონისძიება რომ იყოს კლინიკებში, უნდა იყოს პერსონალი. საკმარისი და საკმარისი პერსონალი საერთოდ არ არსებობს პირიქით. აი რატომ არ უნდათ რომ კონდეთ სტანდარტები ერთ პაციენტს რამდენი ექთანი უნდა ემსახურებოდეს? არ უნდათ ამის სტანდარტის მიღება. რატომ უნდა უნდოდეთ? იმიტომ რომ შეიძლება ერთ ექთანს ჩააბარონ 15, 20, 30 პაციენტი. და ახლა როგორ წარმოგიდგენიათ ყველას რომ დაუშვათ 12 საათზე უწევს საათობრივად არის ხო ინიშნება და ნიშნულობები 12 საათში ერთხელ 6 საათში ერთხელ. ყველას უწევს 12 საათზე დანიშნულება. რამდენ ადამიანს მოუწევს 12 საათზე დანიშნულების შესრულება? აი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს მიზეზი არის, რომ ანაზღაურება და დაფასება, ხო, როგორც პროფესიონალის ეს არის მთავარი პრობლემა. ანუ თქვენ ახსენეთ, რომ კი სამუშაო ადგილები არსებობს, მაგრამ ჩვენი პრობლემა არა სამუშაო ადგილები ამ შემთხვევაში, არამედ თავად შრომელი ადამიანი, მუშახელი, ხო? და ამ ხელფასის და დაფასების არ არსებობის გამო ჩვენი მუშა ადამიანი, შრომელი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ, ხო? ანუ ყველაზე კარგი მაგალითი ამ შემთხვევაში ნათელი მაგალითი არის გერმანია, რომელიც არა მხოლოდ იწვევს თავისთან ქართველ ექთანს თუ ექიმს, ხო? არამედ ჩამოდის და აქტიურად ცდილობს რომ დაარეკრუტიროს კიდეც წასაყვანად. ამ შემთხვევაში. ანუ რეზ მინდა რომ აი შენ კითხო პოლიტეკონომისტი ხარ და ზოგადად სისტემაში მოქცევა ამ ყველაფრის ამ მეცნიერების დანიშნულებაა, ხო? აი ახსენა ქალბატონ მანონამ რომ ეს ექიმებს არ ეხებაო, თუმცა შეიძლება ექიმის პროფესიონალიზმის ბრალიც იყოს, ხო? მინდა რომ პირველ რიგში კორელაციაზე ვისაუბროთ, აი განათლების სისტემის, ვინც უნდა შეგვიქმნას ჩვენ ხარისხიანი კვალიფიციური მუშახელი და შემდეგ იმ სისტემის ჯანსაღად და სწორად მუშაობის, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიკეთეს. ანუ რაზეც დგას საზოგადოება. პირველ რიგში დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. უბრალოდ არ შემიძლია არ გავაგრძელო ის რაზეც საუბრობდა ნონა, გამომდინარე იქიდან რომ სანამ ჩვენ ზოგადად მივალთ განათლებას და განათლებას შევეხებით, მინდა დავიწყო იმითი რომ განათლებაზე უფრო ღრმა პრობლემა არის ჩვენთან ეს სისტემა, ეკონომიკური სტრუქტურა, რომელიც არის საქართველოში და როგორც ნონამ აღნიშნა, ჩემზე კარგად იცის და პირველი ხელის გამოცდილება აქვს მას, რომ პაციენტი და ზოგადად ჯანდაცვა ჩვენთან არ არის წარმოდგენილი როგორც ადამიანის უფლება. ჯანდაცვაზე წვდომა, რაც იყო ადამიანის ძირითადი უფლება, თუმცა 1990-იანი წლებიდან განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სსრკ დაიშალა, საქართველოში, როდესაც შემოვიდა მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი და დაგვიყენა ჩვენ პირობითობა, რაღაც კონკრეტული მოცემულობა და რეფორმები რაც უნდა შეგვესრულებინა, რაც ნიშნავდა მასიურ რეგულაციების მოხსნას, პრივატიზებას, ამ ყველაფერში მოხდა არაჩვეულებრივი მაგალითად ინდუსტრიული კაპიტალის განადგურება, რაც იყო საჯარო სიკეთეში, არამედ ამ ყველაფერს შეეწირა თვითონ ჯანდაცვაც. მაგალითად, მოგახსენებთ, რომ კლინიკების 96% დღევანდელ დღეს არის განკერძოებული, პრივატიზებული მოხდა. ეს დაიწყო 90-იან წლებში.
როდესაც გადაწყვეტეს, რომ ჯანდაცვის ეფექტური მართვა შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის პასუხისმგებლობის მოხსნით და საბაზრო ლოგიკისთვის მორგებული იყო ეს ყველაფერი. თუმცა სამწუხარო არის ის, რომ როდესაც შენ გადადიხარ საბაზრო ლოგიკაზე, თავისთავად პრიორიტეტი შენთვის ხდება არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხიანი წარმოება, არამედ გაყიდვა და აქედან მიღებული მოგება, ხო? ანუ 90-იანი წლები. ამ ყველაფერს მე შეეწია, რა თქმა უნდა, ასევე პრევენციული მედიცინაც საქართველოში. რაც ნიშნავდა იმას, რომ ალბათ ამაზე ჩემზე კარგად თვითონ ნონაც უფრო ისაუბრებს პრევენციულ მედიცინაზე, რომ ადამიანებს სიტყვაზე დაავადებები არ გქონოდათ პირველად იყო შრომის დაავადებების შესწავლა, შრომელებზე ზრუნვა. ხო, ეს ყველაფერი მოიშალა და პირიქით პაციენტი გახდა, ასე ვთქვათ, ფულის სტომარა. ესე უყურებდნენ. ჩვეულებრივი ბიზნესად გადაიქცა ჯანდაცვა. რამაც თავისთავად ვერ გაამართლა აშკარაა რომ ვერ გაამართლა, იმიტომ რომ ეს არ არის რომ ჩვენ არ გვყავს საკმაოდ პროფესიული კადრი, არამედ ჩვენ მივიღეთ ისეთი ჯანდაცვა, რომელიც შრომის უფლებებს არღვევს, არ აძლევს შრომელებს განსაკუთრებით ექნებს, სანიტრებს, მათ შორის ექიმებსაც ისეთი შრომის პირობებს, სადაც ისინი ხარისხიანად შეძლებენ ზრუნვას პაციენტზე და ხარისხიანი ჯანდაცვის მიცემას, შეუსაბამოა მათ შორის სახელფასო სისტემა, დაგვიანებები და ასე შემდეგ და ამაზე ძალიან ბევრი გვიმუშავია და ჩვენ ხელში უამრავ კლინიკას გაუვლია, განსაკუთრებით კერძო კლინიკებში ხდება ეს და თვითონ ნონა აგერ წარმოადგენს თვითონ ბრძოლა აქვს მოგებული საქართველოს ბანკის შვილობილ კლინიკასთან, რომელიც კლინიკების ქსელთან ევექსთან, რომელიც აკონტროლებდა საქართველოში 55%-ს ჰოსპიტალურ სექტორის ბაზარზე. და წარმოიდგინეთ, როდესაც მოგებაზე არის ორიენტირება და როდესაც ცდილობენ მაქსიმალურად ყველაფრიდან ფული იშოვონ, მათ შორის შეზღუდონ შრომითი უფლებები, დააგვიანონ, დააკლონ ხელფასები, გაუზარდონ მაგალითად შრომა ამ ადამიანებს, მათი ცოდნა და მათი შრომა უკვე ღირებულება შეუსაბამო ხდება იმ შრომისი, რასაც მათგან ითხოვენ რა. და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ექთანს ურჩევნია რომ უარი თქვას ამ პროფესიაზე და ქვეყნიდან წავიდეს, იმიტომ რომ ეხლა შარშან გამოქვეყნა ძალიან საინტერესო კვლევა, რომლის ავტორებიც არიან ბექა ნაცვლიშვილი და სოფო ჯაფარიძე, რაც ნიშნავს ზოგადად ანუ აღწერს ძალიან კარგად ამ ლოგიკას, როგორი ანტისოციალური გახდა ჩვენთან ზოგადად ჯანდაცვის სფერო და მინდა გითხრათ ის რომ ამ განკერძოებამ და პრივატიზებამ გამოიწვია ის რომ დღეს ჩვენ გვყავს 4-ჯერ უფრო ნაკლები ექთანი ვიდრე ეს საჭიროა და ჩვენ გვყავს 3.6-ჯერ უფრო ნაკლები ექთანი ვიდრე ჩვენ გვყავდა 1990 წელს. ხდება კადრების მუდმივი გადინება პროფესიიდან, ხდება კადრების მუდმივი გადინება ქვეყნიდან. ერთია რომ შემოდიან და მიყავთ მაგალითად პარავენ ასე ვთქვათ ჩვენგან დამზადებულ ჩვენთან შექმნილ კადრებს, რომელშიც ჩვენ იდება სახელმწიფო რესურსები, აქ ხდება მათი ცოდნის გამომუშავება და შემდეგ გერმანიას მიყავს, მაგრამ ესეც გასაგებია, როდესაც შენ აქ გაქვს 650 ლარი ხელფასი, და შენ 2000 ევროს გთავაზობენ ხელფასთან გადამზადებასაც დათანხმდები. იქიდან გამომდინარე ისეთი სოციოეკონომიკური მოცემულობა. და საცხოვრებელ პირობებსაც თავაზობენ. კი ბატონო, საცხოვრებელ პირობებსაც ჩვენთან ესეც პრობლემაა. აი ამ ყველაფრის ფონზე თვითონ ჯანდაცვის სისტემა და საჰოსპიტალური სისტემის ლოგიკა, რომელიც თავიდან ბოლომდე ექვემდებარება დღევანდელ დღეს იმ ლოგიკას, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს ბოლო 30 წელი, ასე ვთქვათ, ნეოლიბერალური ეკონომიკა და ფინანსური კაპიტალი, რადგან ჩვენთან საწარმოო საშუალებები და საწარმოო ურთიერთობები ექვემდებარება ფინანსურ კაპიტალს და არა პირიქით, ხო? ბანკები არ უნდა ფლობდნენ დღევანდელ დღეს ჯანდაცვას. ბანკი, როდესაც ფლობს ჯანდაცვას, უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ პრიორიტეტი არის მოგება, პრიორიტეტი არის ფული და არა პაციენტი. არა მაგალითად ექთანი. შენ თუ არ გაქვს მოწყობილი შენი სამყოფო ისე, რომ დაცულია და უზრუნველყოფილია შენი მედპერსონალი შესაბამისი ანაზღაურებითა და კარგი სამუშაო პირობებით, სადაც მათ 20 და 30 პაციენტის მოვლა არ უწევთ, თავისთავად მაშინ თუ ეს არ გაქვს, ვერც დაიცავ, ვერც პაციენტის უფლებებს, ხო? და აქედან გამომდინარე, ნობელის პრემიის ლაურეატი რო გყავდეს, რაც უნდა განათლებული ადამიანი გყავდეს, ისეთი დიდია დღევანდელ დღეს ჩვენთან დატვირთვა, განსაკუთრებით ექთნებისთვის, რომ შეუძლებელია მაგალითად რომ ხარისხიანად და ჯეროვნად შეასრულო შენი სამუშაო. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ის ემატება, რომ ამ კლინიკებს და ამ კორპორაციებს
არანაირი ინიციატივა არ აქვს, რომ გამოასწოროს სიტუაცია და თავისთავად იზრდება კადრების გადინება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ ჩვენ ევროკავშირთან, ძალიან ბევრი ადამიანი გერმანიაში წასვლის გარდა თუ ამას ვერ ახერხებს, მიდის მაგალითად უამრავი ექთანი ვიცი, ვინც საქართველოს დატვირთა, დატოვა მიდის მაგალითად მომლელებად იტალიაში და როდესაც ექთნის ხარისხი გაქვს შენი ქვეყნიდან, ასე ვთქვათ, გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობ მარტივად შედარებით მარტივად იშოვა ძიმე სამსახურები სხვათა შორის, სადაც 700 და 800 евро არის და ექთნების ხელფასების გარდა დღევანდელ დღეს თითქოს თავრობა რომ ტრაბახობს რომ ეს ხელფასები აწეს, ეს ჩვენი დამსახურებაა და ჩემი და ნონას და განსაკუთრებით ნონას ბრძოლის დამსახურებაა, რომ 154 ლარი აღარ არის დღეს ევექში ექთნის ხელფასი. თქვენ იცით რომ ქვეყანაში 2020 წელს პანდემია როდესაც დაიწყო, იყო კლინიკები ევექსის, საქართველოს ბანკის კლინიკები, სადაც 144 ლარი იყო ხელფასი. და კოვიდისგან ექთნები და ექიმები და ზოგადად მედპერსონალი ავადდებოდნენ და იღუპებოდნენ 180 და 200 ლარიან ხელფასებზე. აი ეს იყო რეალობა. და 650 ლარამდე ავწიეთ. მინიმალური ხელფასი. შემდეგ სანიტრებისაც მოყვა, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯია. ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ საცხოვრებელი ხელფასი დაახლოებით 2000-2100 ლარია საქართველოში. ბატონო, და მინდა რომ რახან შევადარეთ ამ შემთხვევაში ის რაც შეგვიძლია იყოს და არ იყოს, მინდა წავიკითხო საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუციიდან რამდენიმე მუხლი. ეს არის მოქალაქეთა ძირითადი უფლებები და მოვალეობები, თავი მე-11 ასეთი იყო, მუხლი 131. საქართველოს SSR-ის მოქალაქეებს აქვთ შრომის უფლება, ესე იგი გარანტირებული სამუშაოს მიღების უფლება, მათი შრომის ანაზღაურებით მისი რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისად. შრომის უფლება უზრუნველყოფილია სახალხო მეურნეობის სოციალისტური ორგანიზაციით, საბჭოთა საზოგადოების საწარმოო ძალთა განუხრელი ზრდით, სამეურნეო კრიზისების შესაძლებლობის აღკვეთით და უმუშევრობის ლიკვიდაციით. მუხლი 132. საქართველოს SSR-ის მოქალაქეებს აქვთ დასვენების უფლება. დასვენების უფლება უზრუნველყოფილია სამუშაო დღის შემცირებით მუშათა უდიდესი უმრავლესობისთვის 7 საათამდე, მუშებისა და მომსახურებისთვის ყოველწლიურ შეებულებათა დაწესებით და სამუშაო ხელფასის შენარჩუნებით, რომელთა მომსახურებისთვის სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების და კლუბების ფართო ქსელი. მუხლი 133. საქართველოს SSR მოქალაქეებს აქვთ მატერიალური უზრუნველყოფის უფლება მოხუცებულობაში, აგრეთვე ავადმყოფისა და შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში. ეს უფლება უზრუნველყოფილია სახელმწიფო ხარჯზე მუშების და მომსახურეების სოციალური დაზღვევის ფართო განვითარებით, შრომელთათვის უფასო სამედიცინო დახმარებით, შრომელთა სარგებლობაში კურორტთა ფართო ქსელის გადაცემით. და ამ შედარებას ახლა მე იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს არის ჩვენი წარსული ამ შემთხვევაში თან კიდევ გამიმეორებ, ეს არის 37 წლის კონსტიტუცია, ეს არის ყველაზე კრიზისული პერიოდის კონსტიტუცია და თუ სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში გაბატონებულ კლასს, რომელიც მაშინ რა თქმა უნდა მუშა და გლეხი იყო, თუ აქვს ამის სურვილი, არ არის პრობლემა, რომ ორგანიზება მოახდინოთ ჩვენი საზოგადოების ისე, რომ აი ეს პრობლემები, რომელზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ 21 საუკუნეში, ხო, 21 საუკუნის პირველი მეოთხედი გადაუკეთეთ ფაქტიურად. ხო? ანუ და ჯერ კიდევ ეს პრობლემები დგას. არა მხოლოდ ჩვენთან არ მინდა ისე გაიგოს ადამიანებმა. ზოგადად ეს სისტემა აწარმოებს აი ამ პრობლემებს და რეაქციულია ეს სისტემა. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დასავლური სახელმწიფო ირლანდია. ირლანდიაში არის თითქმის იგივე ჯანდაცვა, რაც ჩვენთან არის. არ მომყავს ახლა გერმანიის მაგალითი და საფრანგეთი, სადაც არსებობს რეალურად სოციალური ჯერ კიდევ სოციალური კეთილდღეობის რაღაც კონკრეტული პროგრამები, მაგრამ იმის თქმა მინდა უბრალოდ რომ ყველაზე განვითარებულ დასავლურ სახელმწიფოებშიც კი ამ სისტემას ჯერ კიდევ არ შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობის ძირითადი უფლება, როგორც რევაზმა ახსენა, ეს არის ჯანდაცვის უფლება. და მინდა ამ შემთხვევაში ზუსტად გადავიყვანოთ ჩვენი საუბარი გადავიტანოთ მუშათა ძალაში რა შეუძლია მშრომელ მოსახლეობას, როგორ შეუძლია, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ აქ სოციალისტური მოწყობის წესებზე, ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება საქართველოს გახდეს ცოტათი უფრო თავისივე მოსახლეობისთვის ცოტათი უფრო სიკეთის გამცემი. იმიტომ რომ საქართველოს როგორც ამბობს ხოლმე BK ახსენეთ და როგორც BK ამბობს, ეს საქართველოს არ არის ღარიბი ქვეყანა, საქართველოს არის უთანასწორო ქვეყანა. უთანასწორო ქვეყანა არის არა მხოლოდ ხელფასებში და ხელფასების მიღება გაცემაში, არამედ ზოგადად ორგანიზებაში საკუთარი რესურსების. მისი ორგანიზების მეთოდები, რასაც საქართველოს ხელისუფლება და სახელმწიფო ამ სისტემიდან გამომდინარე, შეჯიბრობითების სისტემიდან გამომდინარე აკეთებს, ერთადერთი სწორი მართლაც აღწერა ამის არის ანტისოციალურობა. და მინდა აი დონალდ ვისაუბროთ, როგორ შეიძლება ბაზარს
არ დაექვემდებაროს საზოგადოების ცხოვრება და რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში, თუნდაც პროფკავშირებამ, მუშათა ორგანიზებას რა როლი აქვს, პოლიტიკურ მოძრაობებს რა როლი აქვს, რა შეუძლიათ, ან ჩვენ როგორ შეგვიძლია ვესაუბროთ პოლიტიკურ მოძრაობებს უკვე არსებულს, ან თუნდაც ისეთი, რომელიც კიდევ შეიქმნება. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემთვისაც წარმოუდგენელია, რომ გითხრა ახლა ჩვენს გარეშე ვინმემ რამე სიკეთე მშრომელ ადამიანებისთვის გააკეთოს ამ ქვეყანაში. ამდენი წელიწადია ტყილად არ ჩავწერე ის ვიდეო და მოვისმინეთ, რომ ამდენი წელიწადია უსმენთ და მშრომელი ხალხი არასდროს არავის არ გაახსენდა და მე ვფიქრობ, რომ უკვე დრო არის, რომ ჩვენი უფლებებისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ რა, ის სხვა გამოსავალი მართლა არ დაგვიტოვა არც ერთმა ხელისუფალმა. უნდა რეზი მინდა რომ სანამ კითხვას დავსვო, მე მინდა თქვენი ვიდეოც ვნახოთ და შემდეგ ვისაუბროთ იმაზე, ჩვენ ამ შემთხვევაში თქვენი Facebook-იდან, კომენტარებიდან, სხვადასხვა ჩანაწერებიდან გამომდინარე, ჩვენს ამ შემთხვევაში ჩვენი გადაცემიდან და სხვადასხვა ჩანაწერებიდან გამომდინარე, აი ამ კრიზისში ავირჩიეთ მხარე, ხო? ამას მე არ ვალავ ამ შემთხვევაში პირადად ჩემზე ვამბობ და ავირჩიე ეს მხარე იმიდან გამომდინარე, რომ ეს იყო უფრო პროგრესული მხარე. პროგრესული მხარე იყო, იმიტომ რომ გარე ჩარევებისგან დაეცვა და მე შიდა პოლიტიკაში უფრო ადვილი გამხდარიყო ჩვენი ერთმანეთთან თუნდაც შებრძოლება, არ თქვა თანამშრომლობა და კოლაბორაცია, ხო? შებრძოლება თუნდაც, იმიტომ რომ ჩემი პირველი ამოსავალი წერტი ამ შემთხვევაში იყო, რომ პოლიტიკა უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. არ უნდა გადაწყვეტილიყო ქართული პოლიტიკა არც ვაშინგტონში, არც ბრუსელში, არც რაღაც ბნელ კაბინეტებში სადღაც უცხოეთში, არამედ უნდა თუნდაც როგორიც არ უნდა ყოფილიყო ავი თუ კარგი, უნდა გადაწყდეს საქართველოში. საქართველოს მშრომელმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვისთან მივიდეს რა მოთხოვნით. რომ იმან არ უთხრას, რომ მე ამას ვერ ვწყვეტ. რომ ჩემ ხელში არ არის ძალაუფლება, ჩემ ხელში არ არის პოლიტიკა. მე ვარ უბრალოდ წარმომადგენელი რაღაც დიდი სისტემების. ხო, რაც გინდა დავარქვათ, ხა მოიგონის 1000-ნაირი ტერმინი ამისთვის. რაღაცა დიდი სისტემის წარმომადგენელი არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლება. ხო, ამის ღირსეულერს უნდა კონდეს ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ამის მოთხოვნის უფლება და ჩემი კითხვა ამ შემთხვევაში იქნება იმაზე როგორ შეგვიძლია ეს პროგრესული გარდატეხა, რომელიც ახლა სახეზე გვაქვს და გვაქვს სახეზე რეალურად პროგრესული გარდატეხა, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ. ჩვენ ერთად დავესწარით ესეთ კონფერენციას ინდუსტრიული პოლიტიკის შესახებ და ვთხოვ რეჟისორს, რომ თქვენი კომენტარი გვანახოს ამაზე, ვთხოვ ეს ვიდეო. ქვეყანაში თუ გვინდა ინდუსტრიული პოლიტიკის აღდგენა და აღორძინება, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში შეიქმნას ეროვნული განვითარების ბანკი. ამ საკითხზე საუბრობს პოლიტეკონომიის დოქტორი, ქართველი ახალგაზრდა მეცნიერი სალომე თოფურია. და ამასთან ერთად მნიშვნელოვანი არის ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავებისას ინდუსტრიული პოლიტიკა მოერგოს მშრომელების კეთილდღეობას და მშრომელებმა პროფკავშირების სახით მიიღონ თანამონაწილეობა ამ პოლიტიკის შემუშავებასა და შექმნაში. ამაზე საუბრობს პროფკავშირის თავმჯდომარე, სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებს. ამ მნიშვნელოვან თემებზე ჩატარდა 20-21 თებერვალს ძალიან სასიცოცხლოდ საჭირო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც ქართველ და უცხოელ პოლიტეკონომის კვლევარებთან ერთად მონაწილეობდნენ მათ შორის პროფკავშირების წარმომადგენლები. ეს არის ისეთი საკითხები, რომლებიც არის სასიცოცხლოდ საჭირო საქართველოსთვის. კონფერენციაზე განხილული იყო ზოგადად ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში. როგორც ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები ნელ-ნელა დაუბრუნდეს ინდუსტრიული ეკონომიკის განვითარებას და ნაკლებად იყოს ფინანსური ეკონომიკა და უცხოურ ინდუსტრიებზე დამოკიდებულება შეამციოს. როგორ არის ჩინეთი მსოფლიოში წამყვანი ეგრეთ წოდებული მსოფლიოს ქარხანა, რომელშიც საწარმო ურთიერთობები ექვემდებარება მხოლოდ საწარმო ურთიერთობებს და არ ექვემდებარება მაგალითად ფინანსურ კაპიტალს, ბანკებს. ჩვენთან პირიქით არის, ყველაფერი ექვემდებარება კერძო მოგებას, ბანკებს და მთელი მოგება ქვეყნიდან გადის, ხოლო ქვეყანაში არანაირი წარმოება არ ვითარდება. ამ კონფერენციაზე ასევე
წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა კვლევარები, მათ შორის იყო ახალზელანდიელი ცნობილი პოლიტეკონომისტი რობერტ უეიდი, რომელიც საუბრობდა სწორედაც რომ ინდუსტრიული კაპიტალის და ზოგადად ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელობაზე და მან ისაუბრა ჩინეთის მაგალითზე და ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ძალიან სერიოზული და კარგი ახსნა განმარტება წარმოადგენდა. ამგვარი კონფერენციები არის აუცილებელი ტარდებოდეს და მასში მონაწილეობას იღებდნენ ასევე ქართველი აკადემიის სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისაც, რომლებიც საერთოდ არ განიხილავენ ამ თემებს. ეს კონფერენცია იყო ორგანიზებული სამეცნიერო საზოგადოება განათლების, განვითარებისა და სტაბილურობისთვის, რომლებიც არიან კვლევარები, პროფესორები, დოქტორები, ექსპერტები პოლიტოლოგიის, ეკონომიკისა და პოლიტეკონომიის სფეროში, ასევე სამართლის და იყო დაფინანსებული შოთა რუსთაველის სახელმწიფო ფონდის მიერ. აუცილებელია, რომ ეს კონფერენციები გახდეს მასშტაბური და ადამიანებმა ქვეყანაში ვიგრძნოთ, რომ ჩვენ ქვეყანაში ვართ ნამდვილად სუვერენულები და ჩვენ შეგვიძლია ამგვარ განვითარების საკითხებზე გქონდეს დისკუსიები და არა იმ ზედაპირულობებზე და იმ აბსტრაქტულ სიმბოლურ აბსურდებზე, რომლის გარშემოც დღევანდელ დღეს ტრიალებს სამწუხაროდ ჩვენი ქართული პოლიტიკური თუ ეკონომიკური დღის წესრიგი. ბევრჯერ ვახსენეთ, იქაც ახსენეს იმ კონფერენციაზე და თქვენც ახსენეთ რევას, რომ ჩინეთის ზოგადად და ჩინეთის როლი და შეუძლებელია მართლა ვისაუბროთ ინდუსტრიაზე, ინდუსტრიალურ პოლიტიკაზე, ისე რომ არ განვიხილოთ მართლა ეს გიგანტი, რომელიც არის ამ შემთხვევაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. და ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ჩინეთზე საუბარი, იმიტომ რომ ხელოვნურად შექმნილმა კრიზისებმა და ხელოვნურად ხელდასმულმა ბიუროკრატებმა, რომელიც სახელმწიფოში ყავდა, გააკეთეს ყველაფერი თავისი მოჩვენებითი არაკომპეტენტურობით, შეგვიძლია ვთქვა, როგორ შეიძლება იყო პროფესიონალი ბიზნესში და იყო არაპროფესიონალი შემდეგ სახელმწიფოში, ხო? ანუ მოჩვენებით ხელოვნურად არაკომპეტენტურობით გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ, რომ სახელმწიფო არის უძლური თავად მართოს საკუთარი როგორც ინდუსტრიული, ისე სხვა სახის პოლიტიკა. რომ შემდეგ თუნდაც ჯანდაცვა გავყიდოთ, შემდეგ გავყიდოთ ჩვენი რესურსები, გავყიდოთ ნებისმიერი ის, რაც სახელმწიფოს უნდა ებავოს. ჩინეთის ამ აღმავლობამ თითქოს აი ეს ილუზია თლიანად შეჭამა. როდესაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერობის ქვეშ ჩინეთმა შეძლო დაექვემდებარებინა ბაზარი თავის თავზე და არა დაქვემდებარებოდა ბაზარს, როგორც ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე არის სწორი. და მინდა რომ პირველ რიგში აი ამაზე ვისაუბროთ და შემდეგ ჩვენ რას შეიძლება ველოდეთ, როგორ შეიძლება ჩვენ მოვახდინოთ ორგანიზება აი ამ დიდ გამოწვევებში, რაც სოფლიოშია და რა თქმა უნდა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტად ყველაზე დიდი არის ინდუსტრიული გამოწვევა, იმიტომ რომ ჩვენ აგრარულ ქვეყანად გადავიქეცით, მაგრამ აგრარული ქვეყანაც კი არ შეგვიძლია გვერქვას, იმიტომ რომ ძალიან მცირემიწიანი ვართ და ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან გამომდინარე, ფაქტიურად შეუძლებელი ხდება ჩვენთვის, რომ რაიმე მართლაც ღირებული ისეთი შევქმნათ, თუ ახლა ღვინოს არ ჩავთ, მაგრამ ღვინო კარგია, მაგრამ ღვინის ინდუსტრიაც მინდა მოგახსენოთ, რომ არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მცირე და ძალიან ასე ვთქვათ, მცირე ბაზრებზე გადის და მათ შორის ის იდეა, რომ თითქოს ეს ღვინო გავა ევროპულ ბაზარზე ძალიან რთული ამ ღვინის გატანა, ეს იქნება ძალიან მცირე ნაწილები, ვინც ამას იყიდის, იმიტომ რომ ევროპაზე უკვე ასე ვთქვათ ყავს ძალიან ძლიერი კონკურენტები იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, რომელთაც კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია, იმიტომ რომ იციან, ენდობიან და მთელი ინდუსტრია და მთელი დახმარება არსებობს როგორც ევროკავშირისგან, ისე სახელმწიფოებისგან, რომ ამ პირდაპირ ტარიფებიც უდევთ. არა მხოლოდ ლიცენზირების, სერტიფიცირების და ასე შემდეგ. ჩვენთან პრობლემა არის შემდეგი, რომ ჩვენთან ზოგადად სოფლის მეურნეობის პოლიტიკამდე მივდივართ ისე, მაგრამ სოფლის მეურნეობის პოლიტიკა ჩვენ გვაქვს მთლიანად დეინდუსტრიალიზებული. ეს არ არის, რომ მხოლოდ ჩვენ ვაწარმოოთ, ასე ვთქვათ, ხილბოსტანი და ვიყოთ მხოლოდ ნედლეულის წარმოებელი, ანუ სოფლის მეურნეობის ნედლეული პროდუქტის, ხო, ჩვენთან განადგურებულია თავიდან ბოლომდე გადამამუშავებელი საწარმოები, მაცივრე საწარმოები და ასე შემდეგ. და ეს არის ასევე ზუსტადაც რომ იმ სისტემური პრობლემებიდან გამომდინარე, რაც არის მასიური პრივატიზება და უგუნური დაგეგმა სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის სწორედაც რომ ის ასიმეტრიული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, როგორც არის მაგალითად
თურქეთთან და ევროკავშირთან, რომელიც ძალიან რთულ ხდის, რომ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტი გაყიდოს შენივე ქვეყნის ბაზარზე, იმიტომ რომ შემოდის დიდი რაოდენობით, შემოდის იაფი და აქ შენ ადგილობრივი წარმოება უფრო ძვირი გიჯდება. არანაირი ხელშეწყობა არ გაქვს შენ სახელმწიფოსგან, იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფოს მთელი პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენ არ გვართ დღევანდელ დღეს ინდუსტრიული სახელმწიფო, დავივიწყოთ ის ცოდნები, დავივიწყოთ ის ეკონომიკური გამოცდილება, რაც გვქონდა ჩვენ, მოდი ჩვენ გავხდეთ ახლა დაქვემდებარებული კაპიტალის პერიფერია, რომელიც საქართველოს არის, ეს არის ეკონომიკურ პერიფერიაზე ვლაპარაკობ მე და ეგრე არის და ჩვენ რამენაირად ამ კაპიტალიზმის სისტემაში ვიპოვოთ ჩვენი ადგილი. ეს რა არის? ეს არის ჩვენ ვიყოთ იაფი მუშახელი, ჩვენ გავუწიოთ მომსახურება და კონკურენცია იაფი მუშახელის თვალსაზრისით სხვადასხვა სახელმწიფოებს ჩვენს გარშემო. ნედლეული გავანადგურებთ გარემო. ნედლეული სამწუხარო ჩვენ ნედლეული არაკონკურენტულიანი უნარიანი არის, იმიტომ რომ ჩვენი თავარი დღევანდელ დღეს თავარი ექსპორტი საქართველოსთან ეს არის იაფი მუშახელი. იაფი მუშახელი არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ჩამოდიან და აქ რაღაცა შექმნიან და ჩვენთან იაფი მუშახელი იქნებათ, მომსახურებები და ასე შემდეგ. მე მიხარია რომ მთავრობა მაგალითად მრავალ დივერსიფიცირებას აკეთებს ინვესტიციების, თუმცა ინვესტიციები სად მიედინება ამაზე არავინ არ საუბრობს და მე გამიკვირდა რომ უბრალოდ ოპოზიციას იმდენი ცოდნაც არ ეყო, რომ შეეძლო მთავრობა გაეკრიტიკებინა ძალიან კარგად. გაეკრიტიკებინა იმის მიმართულებით 6 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოში შემოდის. ეს არ იქნება პროდუქტიული ინვესტიცია საქართველოში ეკონომიკური ინდუსტრიის განვითარებისთვის. ისევ მიდის სად? მიდის სასტუმროების განვითარებაში, მიდის მომსახურების ეკონომიკის განვითარებაში. ეს არ დაეხმარება არც ჯანდაცვას, ეს არ დაეხმარება არც ინფრასტრუქტურას, ეს არ დაეხმარება არანაირ წარმოებას, ხო? ეს არ ჩვენ ვერ ვაწარმოებთ დღევანდელ დღეს ძირითად პროდუქტსაც, ასანცაც ვერ ვაწარმოებთ, ხო? რა ცოდნის ეკონომიკაზე, რა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებზეა ლაპარაკი, როდესაც ჩვენ მქონდა მაგალითად სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისში, რომელიც საერთოდ განადგურებული არის. საერთოდ რაზე არის საუბარი, როდესაც ძირითადი ბაზა, რაზეც უნდა დაფუძნდეს ყველაფერი გვაქვს მოშლილი, იმიტომ რომ ეკონომიკა არ არის ისე რა ჩვენაირ ეკონომიკებში, საქართველოსთან ქვეყანაში, რომ უბრალოდ შემოцеп ცოდნის ეკონომიკას განავითარებ. არსებობს პირველადი, მეორადი, მესამედი ეკონომიკა. ხო, ჩვენ ვართ მესამედი ეკონომიკა. ანუ რას ნიშნავს? მესამედი ეს არის მომსახურების გამწევი ეკონომიკა. მეორადი ეს არის სადისტრიბუციო ეკონომიკა, პირველადი ეს არის პროდუქციის, ანუ საწარმოო ეკონომიკა. არც ერთი არ გვაქვს ჩვენ მესამეს გარდა. ეს არის ტრაგედია და ის იდეა რომ ჩვენ ვიქნებით ჰაბი რომ თითქოს ჩვენ დავაკავშირებთ ასე ვთქვათ დასავლეთს და აღმოსავლეთს, ესეც არ არის რეალისტური, იმიტომ რომ ჩვენ გარშემო უფრო ძლიერი გეოგრაფიული, უფრო კარგი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს თურქეთს, რომელსაც უფრო კარგად შეუძლია დააკავშიროს. ჩვენ შეგვიძლია რაღაც წილი ავიღოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად ჩინელებმა ჩადონ ინვესტიცია, ხო, პორტის განვითარებაში, თუმცა ეს საბოლოო ჯამში არ დაეხმარება ქვეყანას, ეს დაეხმარება ისევ ბიზნესებს, რომლებიც შექმნიან დაბალ ანაზღაურებად სამუშაოებს, რომელიც არ იქნება საკმარისი, არ იქნება პერსპექტივას არ შექმნის ახალგაზრდობის და ემიგრაციაში წავა. ჩვენი იაფი მუშახელი რეალურად ემსახურება დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკების გაძლიერებას. ესენი არიან ექთნები, რომლებიც აქედან გერმანიას მიყავთ, ესენი არიან მომლელი ექთნები, რომლებიც იტალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში და ესპანეთში მიდიან და ასრულებენ იმ სამუშაოს ისეთ პირობებში, რომელსაც ადგილობრივები აღარ თანხმდებიან, თუმცა იქაური სოციალური რეპროდუქციისთვის მომლელები საჭიროები არიან. აი ეს არის ჩვენი მთავარი ეკონომიკა. ჩვენ განადგურებული გვაქვს აბსოლუტურად წარმოება, ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, აქედან ერთადერთი გამოსავალი არის ეკონომიკური პოლიტიკის იდეოლოგიური ხედვის შეცვლა. სამწუხაროდ ბოლო 30 წელი ეკონომიკური პოლიტიკა არის უცვლელი. იცვლებიან მთავრობები, იცვლებიან სახეები, არ იცვლება ეკონომიკური პოლიტიკა. როგორც ნონა აღნიშნა, ასევე არაფერი არ იცვლება მშრომელი ადამიანებისთვის, ხო? ჩვენ ვიბრძვით მშრომელი ადამიანები, ჩვენი გაერთიანებებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი თუ არ იქნება ამის პოლიტიკური ნება, თუ არ იქნება თვალთახედვის შეცვლა. იდეოლოგიური ცვლილება თუ არ მოხდება, არავინ არ იზრუნებს იმაზე, რომ ქვეყანაში შეიქმნას მაგალითად ეროვნული განვითარების ბანკი, რაც დაეხმარება ქვეყანაში შეისწავლოს ის მიმართულებები, რომლის აღდგენაც ჩვენ შეგვეძლება, რომლის რეინდუსტრიალიზებაც ჩვენ შეგვეძლება. იმიტომ რომ მე ვიტყვით, რომ აი ქუთაისი დაიცალა და ეხლა ქუთაისში მოდი ინდუსტრიის ტურისტული ზონა გავხსნათ. რა ტურისტული ზონა უნდა გავხსნა? ქალაქი, რომელიც იყო მანქანათმშენებლობის გარშემო აშენებული, ხო? მანქანათმშენებლობის გარშემო იყო აშენებული ქუთაისში მთავარი საავადმყოფო, რომელიც დღეს განადგურებულია და ჩვენი დახმარებით და ადგილობრივი მშრომელების დახმარებით გადარჩენილია პრივატიზება. თორემ მაგასაც ექვექს ჩაღლაპავდა საქართველოს ბანკი. აი ესეთი მოცემულობა გვაქვს ჩვენ. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ თუ გვინდა ასევე შევებრძოლოთ თავისუფალ
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ამისთვის უნდა გქონდეს შენ ცოდნა ეკონომიკური და პოლიტიკური მზობა, რაც ჯერჯერობით არ არის და არც ერთი პოლიტიკური პარტია ამას არ გვთავაზობს და არც ერთი ის ახალი ძალა, რომელიც მაგალითად ცდილობს რომ დაებრალოს რამე სოციალურს აკეთებს, ან რამე კეთილდღეობას შექმნის, ვერ გააკეთებს ამას, რომლებიც აღმოცენებულები არიან მაგალითად ევროკავშირის დროშების ფრიალიდან, რომლებიც აღმოცენებული არიან ამ არასამთავრობო სექტორიდან, რომელიც თავიდან ბოლომდე აღიქვავს და განიხილავს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ისეთ უფლებების ნაწილს, რომელიც მთელ დაბრალებას, მთელ ბრალებლობას არაკოლონიალიზმს გადმოისაუბრებენ, არამედ იმ ეკონომიკურ და ასიმეტრიულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საუბრობენ რა არის როგორც ცუდად იქცევა სახელმწიფო ზოგადად. როგორც ცუდად იქცევა სახელმწიფო, ეს საკმარისი არ არის. თუ შენ ამას არ განიხილავ, ზოგადად სოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკურ ჭრილში, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ადამიანების უფლებების გაგებაც საერთოდ გამორიცხავს სოციო-ეკონომიკურ უფლებებს სამწუხაროდ. ეს არის თავიდან ბოლომდე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, რომლებიც ემსახურება იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო და ზოგადად ქვეყნები იყვნენ დაქვემდებარებულები ბაზრის დომინაციაზე და სახელმწიფო ფუნქციონირებდეს ერთადერთი რაღაცისთვის. ეს არ უნდა იყოს რეალური სუვერენულობის დაცვა, ეს უნდა იყოს, მისი მთავარი ფუნქცია უნდა იყოს თავისუფალი ბაზრის და კაპიტალიზმის სისტემის დაცვა, მაგალითად შრომელთა ინტერესებისგან. აი ეს არის მთავარი ფუნქცია. და ამის ცვლილება ჩვენ თუ გვინდა, ჩვენ გვჭირდება შრომელებზე ორიენტირებული ახალი ეკონომიკური, ახალი პოლიტეკონომიური ხედვის შემოტანით ქართულ პოლიტიკაში. იქიდან გამომდინარე, რომ ყველას ნებისმიერ ადამიანს რო კითხო, მისი მთავარი გამოწვევა დღევანდელ დღეს არის სოციო-ეკონომიკური. და ნაკლებად არის საგარეო პოლიტიკაზე დაფუძნებული, რასაც მთელი ჩვენი პოლიტიკური პარტიები საუბრობენ. ეს არის საგარეო პოლიტიკა, არაფერი შინაარსიანი არ არის აქ. არასოდეს არავინ არ საუბრობს შინაარს. მე მჭირდება, მაინტერესებს ვიცოდე, ხვალ ევროკავშირში რო შევიდე, შევალ სიტყვაზე, ესენ რაც წამოვე, როგორ აისახება ეს ჩემ პენსიაზე, როგორ აისახება ეს ჩემ ხელფასზე. ამაზე არავინ არ საუბრობს. ყველას უნდა თითქოს ევროკავშირში შესვლა. საქართველოში ისეთი შტაბ-ეჭდილებას აკეთებენ, თუმცა არავინ არ საუბრობს რა არის ევროკავშირი. იმიტომ რომ ევროკავშირში შესვლა არ ნიშნავს შენ გერმანია გახდე, შეიძლება ბულგარეთი გახდე. 20 წელი იყო ევროკავშირში და არაფერი არ შეიცვალოს. და ისევ და ისევ შენი მუშახელი ანა ჩადიოდეს და გერმანიაში საქმეთელოს ქვეყანას არაფერი არ დაეტყოს. აი ეს არის პრობლემა. ამაზე მინდოდა თქვა მართლა ევროკავშირის საკითხზე, რომ რეალურად შეიძლება ინდივიდუალურად ვიღაც შრომელისთვის ევროკავშირის იდეა კარგი იყოს, მაგრამ როგორც კლასისთვის დამანგრეველიც არის ამ შემთხვევაში, აი რაც ახსენე, ხო, იმიტომ რომ ევროკავშირში თუ გაიხსნება ჩვენს ამ მდგომარეობაში მყოფ ქართველ მუშახელს ყველა გზა რო ჩავიდეს და იქ კანონიერად იმუშაოს. ანუ ადგილზე საქართველოში შრომელთა კლასი ორგანიზებას ვეღარ მოახერხებს. ალბათ ვერ ასწორს და არ ვიცი თქვენ იყავით ბულგარეთში, მე მგონი ჩასულები თუ სხვადასხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და იგივე სიტუაციაა, რაც ჩვენთან დაცლილია, უბრალოდ არ არის არავინ, ვისაც შეუძლია შემდეგ ხელში აიღოს ის დროშა, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ხომ, შრომელთა დროშა. ეგრე არის და ზოგადად პრობლემა რა არის, იცით, რომ ევროკავშირი არ ნიშნავს ერთი მართულებით განვითარებას. ევროკავშირი არის კაპიტალისტური ბაზარი და ძლიერი იმარჯვებს. ბულგარეთი არ არის ძლიერი, გერმანია ძლიერია. რატომ ხდება ისე, რომ სლოვაკეთში და უნგრეთში არიან ევროსკეპტიკური მთავრობები, ხო, ზოგადად? რატო? იმიტომ რომ სლოვაკეთი, რომელიც ცნობილი იყო თავისი მაგალითად რძის სოფლის მეურნეობაში რძის პროდუქციის წარმოებით ფრანგულმა და გერმანულმა კომპანიებმა და ფრანგულმა და გერმანულმა რძის წარმოებამ გაანადგურა ადგილობრივი წარმოება, რამაც არ შეუწყო ხელი იმ კონკრეტულ მოლოდინებს, რაც სლოვაკეთს ჰქონდა მაგალითად. ხო, იმიტომ გვყავს ფიცო, რომელიც ევროსკეპტიკოსი გახდა. ევროსკეპტიკოსი კი არ, იმიტომ კი არ გახდა, რომ მაგალითად რაღაც კულტურულად ან ხო, ან რაღაც ასე თქვა ზედაპირული კრიტიკა, ეს ეკონომიკიდან გამომდინარე მოხდა, იმიტომ რომ ამ ქვეყნებმა ვერ იხეირეს. და დაახლოებით იგივე ვარიანტია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენთვის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ქართული ოცნება, მათ შორის ოპოზიცია ქმნიდა რაღაც იმის, რომ თითქოს ბორცვის გორაკი უფრო მწვანე არის, უფრო ლამაზია მეორე მხრიდან, მაგრამ რეალობა სულ სხვა. შენ თუ ადგილობრივი განვითარების ხედვა არ გექნება, შენ თუ არ იზუნებ, რომ არ დადო უგუნური თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, მაგალითად თურქეთთან, მაგალითად ევროკავშირთან, რომლის გამოც მე შემოვა აქ იაფასიანი დიდი რაოდენობის შაქარი და ადგილობრივი აგარის შაქარს გაგინადგურებს. აზრი არ აქვს, შენ თუ არ გექნება ადგილობრივი განვითარების ხედვა, რაღაც მაგალითად ქონდა ჩინეთმა გააკეთა ყველაფერი ის,
რასაც ეუბნებოდნენ, რომ არ უნდა გაეკეთებინა. აქედან გამომდინარე, ჩინეთის თავი გაკვეთილი რა არის? რასაც გეუბნება შენ, სოფლიო სავალუტო ფონდი და სოფლიო ბანკი არ უნდა გააკეთო, გააკეთა ყველაფერი ის. ანუ რაზეც გეუბნებიან არ გააკეთო, უნდა გააკეთო ის. ეს არის ეკონომიკური განვითარების გეგმა. ჩინეთი დღევანდელ დღეს გახდა მთავარი ინდუსტრიული ძალა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნები, რომლებიც არ მიყვებიან და არ ხდებიან პაპზე უფრო კათოლიკეები ამ რეფორმების შესრულებაში და პირიქით მეორე მხრიდან ანვითარებენ თავიანთ ქვეყნებს, უფრო კარგ შედეგებს დებენ, იმიტომ რომ ეკონომიკური განვითარება ნიშნავს ადგილობრივ ბაზრის ათვისებას, ხო? ჩვენთან ჯერ არც არის საუბარი იმაზე, რომ ოდესმე ექსპორტზე გავიდეთ. ოდესმე ექსპორტზე გავიდეთ ჩვენი შექმნილი წარმოებით. ამაზე საუბარი არც არის ჯერ ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზეა, რა ძალიან რთულია გამომდინარე ამ უგუნურებებიდან, რაც შეცდომებიდან, რაც არის დაშვებული. და ეს ხედვა არავის არ აქვს სამწუხაროდ დღეს და საჭირო არის აი ამ ხედვების შექმნა, იმიტომ რომ შენ თუ გინდა სუვერენული ქვეყანა იყო, რომელშიც მე ახალგაზრდები არ იქნებიან გულაცრუებულები და მარტივად манипуლირების ხორბლი არ გახდება ხალხი. იქიდან გამომდინარე, რომ მას შია ან მას გონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოსავალია და ერთი მიმართულებით შეიძლება რომ ევროკავშირში თუ არ შევალთ დავიღუპებით. ეს არის პირველ რიგში ამისი ბრალი, უპერსპექტივობის ბრალი რა. და უპერსპექტივობა სწორედაც იმიტომ არის, რომ არ იცვლება ეკონომიკური პოლიტიკა და სოციოეკონომიკურად ეს ხალხი ცდილობს, რომ ქვეყნიდან გაიქცეს და მათ გონიათ, რომ ქვეყნიდან გაქცევის საშუალებასაც შეუზღუდავენ და იქნებიან აქ. აი ეს არის ტრაგედია. და უფრო მოწყვლადი, უფრო манипуლირებადი ხდება. და ძალიან სამწუხაროა კიდე, რომ კონსერვატიული ნარატივები ცდილობენ დაუპირისპირდნენ კაპიტალიზმს, რომ კონსერვატიული ნარატივები შენ სუვერენულობას ვერ დაიცავ. მით უმეტეს 21 საუკუნეში. ძალიან კარგია კულტურა, ძალიან კარგია ტრადიციები, მაგრამ შენ თუ არ გექნება ეკონომიკა და ეკონომიკური დაცვა შენი ქვეყნის, ვერანაირად ვერ დაუპირისპირდები ლიბერალურ ჰეგემონიას და კონსერვატიზმი იქნება მხოლოდ წყლის ნაყვა. როგორც საბოლოო ჯამში ეს ხდება ხოლმე. უამრავი მარჯვენა ლიბერალიზმს ეძახით ხოლმე. ლიბერალიზმია ზოგადად ვამბობ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების გარეშე სოციალური პირობები არ შეიცვლება. სოციალური პირობები არ შეიცვლება, შენ ხდები იმ ჰეგემონიური მოწყობის ქვეშ და უფრო მოწყვლადი ვიდრე მაგალითად სხვა უფრო ძლიერი ძალები შენ გარშემო. და თავისთავადია რაც ხდება არის ძალიან ლოგიკური რა. ამას მხოლოდ განათლების სისტემის ცვლილება არ უშველის, მხოლოდ ღირებულებათა სისტემის ცვლილება არ უშველის. ამას სჭირდება პირველ რიგში იდეოლოგიური ცვლილება ეკონომიკაში, იმიტომ რომ არ შეიძლება ჯანდაცვა იყოს დაქვემდებარებული ბანკების ქვეშ. ალბათ დამენახმები როგორც ეგთან. აი ნონა მინდა რომ ამაზე გავაგზავნოთ ხო. მე და თქვენ არიყავით იმ კონფერენციაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ რეზიმ გითხრათ. ანუ იქ ერთ-ერთმა დამსწრემ ახალი ზელანდიელი იყო მე მგონი ეს ადამიანი ეს თირამი ახსენა რომ დაახლოებით 8 წლის წინ ვიყავიო მე მგონი 16-ში თუ 15-ში ვიყავიო და მაშინ რო დავდიოდიო და ინდუსტრიულ პოლიტიკაზე რო საუბრობდიო როგორც გიჟსო ისე მიყურებდნენო საქართველოსშიო და ეხლა ამ კონფერენციაზე თითქოს რამდენიმე სტრუქტურიდან ვიღაცეები გამოგზავნილი ყავდათ რამდენიმე სტრუქტურიდან ვიღაცეები ვნახეთ ჩვენც იქ რომ დაესწრნენ პატიოსნად მოისმინეს, გაიცნეს, ესაუბრნენ ერთმანეთს და ასე შემდეგ და აი ჩემი კითხვა ამ შემთხვევაში არის, აი თქვენთვის რომელიც პირდაპირ ჩართულია ამ დაპირისპირებაში, ხო, იგივე ბიზნესთან, თუ იქნება თუ ეს სახელმწიფო იქნება ამ შემთხვევაში, ანუ ამ კონსტრუქციულ დაპირისპირებაში, რომ შრომელი ადამიანისთვის რაღაცა შეიცვალოს. ამ ცვალებადობას თქვენ ამჩნევთ თუ არა თუ ტყუილი იმედია ამ შემთხვევაში და არ უნდა მივცეთ ახლა მოსახლეობას იმის იმედი რომ სახელმწიფომ გადააზრება დაიწყო იმის რაზეც ახლა რევაზმაც ისაუბრა რომ იდეოლოგიური ცვლილება არის რამე ძრა არის ამ მიმართულებით თუ თითქოს ჯერ კიდევ ისევ ის ყრუ კედელია რომელსაც აქამდე უყურებდით არაფერიც არ შეცვლილა ჯანდაცვაში მაგალითად არაფერიც არ შეცვლილა ეხლა რეზიმ ბევრჯერ ახსენა ევექსი და ევექს რომ აქვს დაუშვათ ექთნების გამოსაშვები სასწავლებელი ტვირთიანი სახელობის მისი საკუთრება იქ რომ სწავლობს სტუდენტი და საქართველოს ბანკიდან აიღებს ესხს ეუბნება რომ მე შენ დაგასაქმებ და არც აქვს უფლება რომ დაუშვათ ევექსის გარდა სხვაგან წავიდეს და იმუშაოს მიდის და ევექსის კლინიკებში მუშაობენ მინიმალურ ხელფასზე იმიტომ რომ ის საბანკო დავალიანება აქვს გადასახდელი ეს იწელება წლები ესე იგი ბევრ წელიწადში ასე რომ ვთქვა წლებში და ანუ ჩვენ არა გვაქვს არანაირი შედეგი ჩვენ სექტორში ასე რომ ვთქვათ რა გარდა იმისა რომ ისევ და ისევ იზრდება ბიზნესი არ გვაქვს ჩვენ პირველადი ჯანდაცვა
აუცილებელია ქვეყანაში უნდა იყოს პირველად ჯანდაცვა, რომ საერთოდ საქართველოში მაცხოვრებელ ხალხს ეძახიან ბრჭყალებში მეტყვი რა თქმა უნდა უკულტურო ხალხიაო ექიმთან მიმართვიანობა არ იციან დროულათო. ანუ ხა ვერ უკულტუროს ეძახიან, იმიტომ რომ სარეანიმაციო გახდა და მე მივიდა ექიმთან მიიყვანეს. პირველად ჯანდაცვა რომ ხელმისაწვდომი იყოს, აღარ იქნება ის აპარატზე მისაერთებელი და ჩვენი ხელფასებიდან გამომდინარე ვითვლებით რომ ჩვენ უკულტურო საზოგადოება ვართ. არც ჩვენთვის არის ხელმისაწვდომი, ჩვენ ხო მუშაობთ ჯანდაცვის სისტემაში და ჩვენთვისაც არ არის ხელმისაწვდომი. დავუშვათ რაღაცა კვლევები გვინდოდეს, ან ექიმი გვჭირდებოდეს, ყველაფერში უნდა გადაიხადოს თანამშრომლობა, თანხა, ფული. არც დაზღვევა გვაქვს. და რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ ძალიან ბევრი სამედიცინო დაწესებულებები გაიხსნა, ახალი, ძალიან ბევრი 5 დღის წინ კიდე გახსნა ევექსმა გურამიშვილის გამზირზე ახალი რაღაცა გადამზადებული რაღაცა ისეთი და რა შეიცვალა მოусმინე ძალიან მაინტერესებდა და რამოდენიმე ექიმი გააგზავნეს ბრიტანეთში სადღაცას მე რო ჩამოვლენ და აქაურ ექიმებს წაუკითხავენ რაღაცებს და ასწავლიან და ეს არის მაგათი მიღწევა. კი ბატონო, აქვს რაღაცა გაფერადებული კედლები, აქვს რაღაცა სამედიცინო დანადგარები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სავალალო მდგომარეობას, არ ყავს გამოჯამრთელი ფული პაციენტები. და რა არის ამ შემთხვევაში მაშინ ჩვენი გაკვეთილი? ჩვენი გაკვეთილი ის არის, რომ ჩვენი უფლებების დასაცავად ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ შრომელმა ხალხმა. რა ტაქტიკით? ამ შემთხვევაში რატო ვკითხულობ ამას? იმიტომ რომ თქვენი ვიდეოც ახაც რო ვნახეთ, ხო? ამ ვიდეოდან გამოსწვივის ის, რომ ეს მებრძოლი ადამიანები საბოლოოდ მარტო რჩებიან კონკრეტ მიზეზების გამო, ხო, ვიღაცას იქ გამოსვლის ეშინია, ვიღაცას სამსახურის დაკარგვის ეშინია, ანუ ვიცით ეს პრობლემები, რომ რეალური, ანუ რას ამ შემთხვევაში რა მხრიდან ვირჩევთ ამ ბრძოლის მეთოდებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეხლა ამ დღევანდელი გადაცემა მთლიანად ამას ეძღვნება, რომ ბრძოლა არის კონკრეტული მიმართულებით დასაწყები, იმიტომ რომ ეს ხელ გულხედაკრეფილი ვერ ვისხდებით, ხო, არც ვართ ის ადამიანები, რომ გულხედაკრეფილები ვისხდებით. ყოველ შემთხვევაში ქუჩიდან ბრძოლას არ ვაპირებთ, ქუჩაში ბრძოლას არ ვაპირებთ. ეს არ არის მიზანშედეგობრივი, ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ მშრომელთა წარმომადგენლები, ასე რომ ვთქვათ, საპარლამენტო ორგანოში. უნდა შევიდეთ და ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს. ქუჩა ჩვენ ვერაფერს ვერ მოგვიტანს, ვერც საჯაროობა, ვერც ესეთი რაღაცა პოსტების ჩაწერა 2017 წლიდან ეს ვაკეთეთ, მაგრამ ჩვენ შედეგებამდე ვერ გავედით, ასე რომ ვთქვათ და ამიტომ უკვე აუცილებელია, რომ ჩვენ თავზე ჩვენ ვიზრუნოთ. მე დავიღალე მაგალითად ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმაზე ზრუნვით, ვინ მოვიყვანო და ფიქრით და იქნებ რამე გვეშველოს და მეც მინდა ცხოვრება სხვათა შორის. მეც მინდა კარგი ხელფასი. რას, იგივე კითხვა, ჩვენი გაკვეთილები. რა გავიგეთ ამდენი ბრძოლის შემდეგ? ამდენი ბრძოლის შემდეგ გავიგეთ ორი რაღაცა, ერთი ის რომ ჩვენ წარმომადგენელი არავინ არ ყავს და ნონას 200%-ით მე დავეთანხმო რომ ჩვენ თავისთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და მე არ მჯერა რომ ბიზნეს და ბიზნეს ლობისტებს და მილიონერებს რომლებიც წარმოადგენლი არიან ქართულ პოლიტიკაში მათ აქვთ ინტერესი რომ ჩვენი შრომელი ხალხის კეთილდღეობა დაიცვან ან ჩვენი ხელფასები გაზარდონ ან ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობა უზრუნველყონ პირიქით ისინი მე ყოველდღიურად ვაკვირდები რომ არიან თავისი ბიზნესის ლობისტებად და თავისი ბიზნესების დამცველად იქნება ეს პოზიცია იქნება ეს ოპოზიცია წინა პარლამენტში მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ ყავდა 40 მილიონერი და 0 მშრომელი აქენა გამოდრე ცხადი იყო ჩვენ შევიტანეთ რამდენიმე კანონ პროექტი მათ შორის ნონაც იყო პარლამენტში რამდენიმეჯერ წარმოადგენილი და კლინიკების მე პატრონეები დაგვიპირისპირდნენ ჩვენ რომ რას ქვიაო როგორ გინდათ ექნების ხელფასების გაზრდაო როცა 300-200 ლარი იყო ექნების ხელფასი ხო ამ თავიდან ბოლომდე ჩვენი გაკვეთილი არის ის რომ პარლამენტი რომელიც კომპლექტდება ცნობადი სახეებით ბიზნესმენებით და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების წარმომადგენლებით ატარებენ ან უცხოელების ინტერესებს ან ადგილობრივი ბიზნესის ინტერესებს ან საერთაშორისო ბანკებისა და საერთაშორისო კაპიტალის ინტერესებს ან ლობისტები არიან ყოველ შემთხვევაში კონკრეტული რაღაცა პოლიტიკების, მაგრამ ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა. ჩვენთვის რასაც მივახციეთ,
რაც ჩვენ ვიბრძოლეთ, ეს არის ყველაფერი ჩვენი ოფლით, ჩვენი ჯაფით მიღწეული რა და არავინ არ დაგხმარებია და ძალიან სამწუხარო არის, რომ კლავაც და კლავაც ძალიან რთული არის დღევანდელ დღეს ორგანიზება შრომელების, იმიტომ რომ არ არსებობს პროფკავშირის მიღმა პოლიტიკური ძალა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ შრომელები იყვნენ წარმოადგენლები, სადაც ისაუბრებენ იმ ინტერესებზე, რაც ჩვენ ყოველდღიურობაში გვჭირდება. და პლატფორმა არის ჩვენ შექმნით პლატფორმა შრომელების სხვათა შორის, სადაც ვცდილობთ ხოლმე რომ წარმოვადგინოთ სხვადასხვა შრომელების, სხვადასხვა ინტერესები, შრომელების რა პრობლემები აქვს და ასე. თუმცა საბოლოო ჯამში არც ერთი მკვლევარი, არც ერთი პოლიტიკოსი არ მთავაზობს იმ ცოდნასა და გამოსავალს, რასაც თვითონ შრომელი ხალხი გვთავაზობს თქვენ წარმოიდგინეთ. იმიტომ რომ მე უფრო მეტი ცოდნა დავინახე მაგალითად ნონასში და ნონასავით თვითონ ეკნებში, ვიდრე დავინახე ბევრ პარლამენტარში, რომლებიც უბრალოდ იცავენ საქართველოს ბანკის ინტერესებს და საკუთარი მეგობრების და ოჯახის წევრების კლინიკების ინტერესებს. ეს არის გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ რა. მე მაინც ძალიან გაბრაზებული ვარ დღევანდელი ხელისუფლებაზე, ასე ვთქვათ. აი 2017 თუ 18 წელს ჩვენ პარლამენტის მქონდა მოსმენა, ხო? ჯანდაცვის კომიტეტში და მაშინ პირველად გავაჟღერე და სხვათა შორის მართლა გაუკვირდათ რა, იმიტომ რომ შიდა სამზარეულოს გამოტანა ესე მარტივი არ არის, რაც ხდებოდა იქ და ერთადერთი რაც იქ თქვეს, რომ ბიზნესია, ახალ ფეხადგმულია და მას უნდა შეუწყოთ ხელი, ანუ შენ უნდა ეს ყველაფერი ეწამო ამ ბიზნესისთვის. ჩემს ვიდეოში ვთქვი, რომ სახალხო დამცველის აპარატს მიუმართე და აიმე ბიზნესი, კერძო სექტორი ხელშეუხებელია და ვერავით ვერ დაგეხმარები. ანუ რა გამოვიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია არ დამეხმარა. ბიზნესი ხო, რაზე ელაპარაკი არ დამეხმარა, პარლამენტი არ დამეხმარა. და რა დარჩა, ეხლა ძალიან მაინტერესებს. ეხლა დღეს არასამთავრობოები გადაუდგნენ. ბიზნესი დღევანდელ ხელისუფლებას გადაუდგა. და საჯარო სამსახურში კიდე კარგად იცით, რაც გააკეთეს ხელმოწერები აგროვეს, რომ ეს ხელისუფლება დაემხოთ. ანუ ვისი მეტად დარჩა ეს ჩვენი ხელისუფლება ძალიან მაინტერესებს. ერთადერთი ჩვენ რეალურად მშრომელი ხალხი ვიდექით ასე გვერდზე და უყურებდით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ზუსტად ნათლად ჩანდა, რომ იქ ჩვენთვის არაფერი არ წყდებოდა. ჩვენ და სასიკეთოდ იქ არაფერი არ კეთდებოდა და ეხლა ძალიან დიდხანს უცადეთ და უკვე რეალურად რაღაცნაირად მეც მოვემზადე მაგისთვის, რომ ჩვენ თავზე ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. იმიტომ რომ რაღაცა უმნიშვნელო რაღაცები კი შევძელით, ხელფასების მომატებაც ის, მაგრამ არ არის საკმარისი. ეს არ არის საკმარისი. ეთანხმებით, ანუ სისტემური ცვლილებებია საჭირო და მით უმეტეს ეკონომიკაში, როდესაც ისეთი სექტორებია, რომელზეც ფუძნდება ზოგადად სახელმწიფო სიძლიერე და აი კიდე ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან დასასრულისას, მაგალითად ეს არის შედარება საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ ჯერ ცარისტულ საქართველოში, შემდეგ საბჭოთა საქართველოში და შემდეგ უკვე 90-იან წლებში. ანუ ცარისტულ საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 30 წელი კაცისთვის და 35 წელი ქალბატონებისთვის. 50-იანი წლებისთვის უკვე საშუალო ხანგრძლივობა იყო 60 წელი კაცისთვის და 70 თითქმის გაორმაგებული 65 წელი ქალბატონებისთვის. და 90-იან წლებში, ანუ საბჭოთა კავშირის გრევის პერიოდში 70 წელი არის გამხდარი საშუალო ხანგრძლივობა. შემდეგ უკვე იკლებს, უკვე 68 წელზეა ჩამოსული მამაკაცების, ქალბატონების საბედნიეროდ ჯერ კიდევ შენარჩუნებული არის იმ სტატისტიკაზე. თუმცა, რაც დღეს ვისაუბრეთ და რა პირობებში უწევთ ქალბატონებს შრომა, მით უმეტეს ჩვენ ვიცით, რომ ამ მძიმე სამუშაოებში ევროპისკენ და სხვადასხვა ქვეყნებისგან უფრო ძირითადად ქალბატონები მიდიან და რამდენი ხანი იქნება ესე, რამდენი ხანი გაგრძელდება, სანამ არ დაეტყობა ჩვენს საზოგადოებას ის მძიმე ტვირთი, რომელიც საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ მას დააწვა, არ ვიცით და სამწუხაროდ ჩვენი პროგნოზებიც პესიმისტური იქნება. შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ პროფკავშირების დამოუკიდებელი ახალი გაერთიანების თავმჯდომარე ნონა ზანდარაშვილი
და პოლიტეკონომისტი რევას კარანაძე. დიდი მადლობა მეგობრებო მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და დიდი მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის. კარგად სანდებოდეთ.